მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხონეს ჩვენ ვითარცა სახირას და დასთმოყარე ჩვენთან არის მერთმან დაგვეცოთ მერთმან მრავალს დაგასწროთ მოგესალმებათ საუბრია დღეს უფლის მიგებება იერუსალიმსა შინა სიმეონ მართლის მიერ და ანა ფანუელის ასულის მიერ გვეჭდა სამეფოს მიერ მოგესალმებათ სახარებებში ძალიან ცოტა რამ არის მოთხრობილი იესოს ბავშვობის შესახებ და სწორედ ეს უნარი სახარებიდან არის ერთ-ერთი სანთაგანი რომელიც აფიქსირებული არის ზოგადად იესოს გამომხსნელი მოღვაწეობამდელი რეალობის შესახებ, ანუ ბავშვობის შესახებ. ეს არის 40 დღის იესო, როდესაც ძველი აღთქმის კანონების მიხედვით მიყავს მშობლებს აზარში გაწმენდისთვის, გამოსყიდვისთვის, პირშუობის პატივის გამოსყიდვისთვის. ეს რა თქმა უნდა, ამას თავისი აზრი აქვს, თავისი გაგება აქვს, რატომ არ არის მოხსენებული იესოს ორმოობა, ბავშვობა, კაცობა და პირდაპირ ფაქტიურად ჩვენ ვიწყებთ მის მოღვაწეობას 30 წლიდან. ამას თავისი ახსნა აქვს, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი მთავარი ახსნა ის არის, რომ ეს სახარებები არ არის ავტობიოგრაფიული ან ბიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოები. მას სხვა დანიშნულება გააჩნია, შესაბამისად ეს ადგილები მან ცხოვრის ცხოვრებიდან არ გვხვდება. და მეორეც და მთავარი დანიშნულება რაც არის ამ წიგნებისა ეს არის რომ ჩვენ გვეხარა ის გამომხსნელი გამომსყიდველი ამბავი რაც აღასრულა იესო ქრისტემ ჩვენთვის ჩვენი გამოცდისთვის ჩვენი გადარჩენის საქმის აღსრულებისთვის ეს არის ჩვენი გადარჩენისთვის ჩვენი ცხოვრებისთვის საკმარისი ამბავი და თუ ის როგორ მოღვაწეობდა 30 წლამდე როგორც ცხოვრობდა როგორც ადამიანი კერძო პირი ბაზარეთში ეს ჩვენი ცხოვრებისთვის, ჩვენი სულის გადარჩენისთვის რა თქმა უნდა ანარი ინტერესს არ წარმოადგენს. გარდაცნობის მოყოლეობისა, რა თქმა უნდა. ეს ერთი მომენტი არის. მეორე მომენტი არის აქაც მნიშვნელოვანი ის რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის შემდგარი ფაქტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მომენტი, რაც აღასრულა იესო ქრისტემ. კაცობრიობის ამოწყობას დაგვიტოვა ჩვენი სულების ხსნისთვის. ეს სულის სისავსით გადმოცემული არის სწორედ სახარებებში, საქმე მოციქულთაში თუ იმ წინა წერილებში, რაც დაგვიტოვეს ჩვენ მოციქულებმა, ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის. ხოლო ის მომენტი თუ როგორ იზრდებოდა ქრისტე, ეს იმდენად მეორეხარისხოვანი არის და მხოლოდ ცხოველების მოყოლეობას შეიცავს. რომ ქრისტიანთათვის ეს არასდროს მისი ეკლესიის ისტორიის 2000-წლოვანი ისტორიის განმავლობაში არანაირ, ასე ვთქვათ, ძიების, გამოკვლევის, გამოწვევის საგანს არ წარმოადგენდა გარდა ერეტიკული მიმდინარეობისა, გარდა აპოკრიფებისა და სახსრელი არის იესო ქრისტეს ბავშვობაც და საშინლად და სახსრელი არის. მაგრამ თავარი მომენტი, რადგანაც ნაჩვენებია ის ნაწილი, ის მცირე ნაწილი, რაც ნაჩვენები არის კანონიკურ სახარებებში მისი ბავშვობა, ანუ ის რა ნაწილი არის, ეს არის შობა, აღწერილი უშუალოდ მერვე დღე, წინასწრეთა, ანუ 8 დღის იესო ქრისტე, 40 დღის იესო ქრისტე და 12 წლის ბავშვი, რომელიც ტაძარში დარჩება თავისუფლებისგან. აი ეს სულ რამდენიმე 3-4 ეპიზოდი არის, რომელიც ასახავს იესოს ბავშვობას და ესეც ამის თავის მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ და გვანახოს ჩვენ ერთისხრობის მოვიდა არა რჯულის გასაუქმებლად და დასახსნელად, არამედ მოსულიერი აღსასრულებლად, ანუ აღასრულა, ანუ შეასრულა პირდაპირ მნიშვნელობით და აღასრულა, ანუ აივსო, შესრულდა რჯული და დაგვიდო სწორედ ახალი ურთიერთობები, უმაღლესი ურთიერთობები შემოქმედა. ჩვენ შემოქმედა, მოიტანა ეს.
ამიტომ ერთი მხრივ მაჩვენებები არის, რომ ნამდვილად ადამიანი არის, ნამდვილად მოვიდა ამ ქვეყნად ადამიანის ხორცი, ადამიანის ბუნება მიიღო, ეს ერთი მომენტი არის, ნამდვილად წენ დაიცვითა, ნამდვილად მის გამო შეიტანის მსხვერპლი, გაიღეს მსხვერპლი ყოლადაწველი, ორი ბრიტი 40 დღეს და ასე შემდეგ, მათ ყველაფერი შეასრულა ჩვენი ბუნებაში მყოფმა დამთავლებულმა ღმერთმა, ჩვენი ბუნება რახან მიიღო, ასე გამოდის, ანუ მუნის ბუნება შეიმოსა და ამიტომ არის დამთავლებული ჩვენი სიყვარულის გამო, რა თქმა უნდა, ანუ ეს ყველაფერი განხორციელდა, რა თქმა უნდა, სიყვარულის გამო და ნაჩვენებია ის, რომ ყველაფერი აღსრულებული არის, ყველაფერი შესრულებული არის და ჩვენ ამით, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ დღესაც სწავლობთ რა თქმა უნდა, რაც ეხება მაწყოს ყოველთვის ფასი არის და ამიტომაც ვიხსენეთ ამ მისი 40 დღის პერიოდში, ჩვილობის პერიოდში, როცა ის მიიყვანეს ტაძარში, ეს ერთი მხარე არის დღესასწაულისა, რა თქმა უნდა, გარეგნული მხარე, თუ გნებავთ ისტორიული მხარე, რომელიც მოხდა ოდესღაც კაცობრიობის ისტორიაში და რა თქმა უნდა, მეორე მხარეც არის ის, რომელიც ასევე ჩვენთვის გასათვალისწინებელი არის უკვე საკუთარ ცხოვრებაში, უდაოდ საკუთარ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ერთია რომ ჩვენ თუნდაც ვასრულებთ გარეგნულ წესწოლებებს, თქვათ და ყველაფერი ეს გამოდის ან ესეც არ გამოდის, ზოგს შეიძლება ითქვას, მაგრამ მეორე არის თუ ეს შინაგანი დამოკიდებულება, შინაგანი გრძნობები, мотиваციები თუ საითკენ არის მიპყრობილი თუ მიტაცებული ჩვენი გონება, ფიქრთა სამყარო, სულიერი სამყარო, ინტერესთა სფეროები საითკენ არის მიტაცებული. აი ამ დღესასწაულსაც გააჩნია ასეთივე ორმაგი დანიშნულება, რა თქმა უნდა, ასე როგორც გარეგნული ისტორიული ჭრილში მომხდარი ფაქტი და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სულიერი მნიშვნელობა იმ მოვლენებისა თუ რაც მოხდა. ეს შეგახსენებთ რატომ იყო აუცილებელი მისულიყო ოჯახი, წმინდა ოჯახი და ტაძარში და გამოესყიდა პირშოობისგან, პატივისგან იესო ქრისტე. მოგესალმება ძველი აღთქმის ჯგუფი ჯერ კიდევ მოსეს კანონმდებლობიდან და მოსეს კარავის სახურებიდან დადგენილი იყო ის, რომ ყოველი დედის პირშო ეკუთვნოდა ტაძარს, ანუ ღვთისმსახურებას. მაგრამ შემდგომში უკვე რეალობა ისეთი იყო, ესე ვთქვათ, ძველი აღთქმის ტაძრის მსახურებისა, რომ დადგინდნენ კერძო ერთი ტომის წარმომადგენლები, ლევიანთა ტომის წარმომადგენლები დადგინდნენ ტაძრის მსახურებად, მაგრამ ეს მუხლი ფაქტიურად არც გაუქმებულა სხვა ტომებისგან, პირშოობის, ტაძრისთვის შეწირვის ამიტომაც დაწესებული იქნა გადასახადი, ანუ პირშოობის გამოსყიდვის გადასახადი, რომ ეს არ სჭირდებოდათ, მაგრამ ეს რიტუალური წესი იყო ძველი აღთქმისა, რომ პირველი შვილი უნდა ერთგვარად ახლა ეკუთვნოდა ტაძარს, უნდა გამოესყიდა. და ეს გადასახადიც ნაჩვენები არის ორი კვირტი, ანუ იგი ორი წლის მართვე, ანუ პატარა ჩიტებზე საუბარი, ხო? ეს არის ხაზგასმულია ის სოციალური მდგომარეობა მაცხოვრის ოჯახისა, მიწიერი ოჯახისა, რომელიც ყველაზე დაბალ სოციალურ ფენას ეკუთვნოდა. იმიტომ რომ ეს ორი კვირტი სწორედ განასახიერებს იმ სოციალური ფენის მდგომარეობას, იმ განკუთვნილებას, ვისაც შეეძლო ეს ორი კვირტის შეწირვა. ძველი აღთქმის ჯული საკმაოდ კარგად არეგულირებს სხვა შორის ამ პრობლემას. დიდრებისთვის სხვა გადასახადი იყო, სხვა შტაწირი იყო, თქვათ, ეს იქნება კრავი იყო, ყოველდღიურწელი იქნება ზვარაგი, ყოველდღიურწელი დიდრებისთვის ცალკე იყო ეს გადასახადი, ხოლო ვისაც სოციალურად დაუცველი იყო, ესე თქვათ, თანამედროვე ტერმინით არა, მას სხვა უფრო იაფი-ფასიანი გადასახადი ჰქონდა ტაძარში. არა მარტო ამ გადასახადზე ლაპარაკი დასაწოლში, ანუ პირშოობის, ან ნებისმიერი ეს იქნებოდა პასექის შესაწერი იქნებოდა და დაწოლი იქნებოდა თუ სხვა რაც კი ხდებოდა ძველი აღთქმის ტაძარში, ყოველთვის გრადაცია არსებობდა და გათვალისწინებული იყო ადამიანთა ის ფენა, რომელსაც არ შეეძლო გაეღოთ თქვათ წყურის თანხა, თქვათ.
ამიტომ აქედან ირკვევა ეს ისტორიული გარეგნული მხარიდან ირკვევა ის, რომ მაცხოვრის ოჯახი, მაცხოვარს რაც იზრდებოდა, არ იყო შეძლებული ოჯახი, ეს იყო ესე თქვა, ძალიან მწირე შემოსავლების მქონე ოჯახი, რომელმაც შესწირეს, სწორედ ორი გვირდი მისი პირუშეობის გამოსასყიდად, ესე თქვა. მაგრამ ეს არის გარეგნული კიდევ პირველი ისტორიული მხარე და თავისუფლად საინტერესოა, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარია ჩვენთვის ის მდგომარეობა დავინახოთ, თუ რას ემსახურება ეს და რა მაგალითი არის ეს და ჩვენ რა მაგალითი უნდა ავიღოთ ამ შესასწავლიდან და რა არის ჩვენთვის გასათვალისწინებელი ჯერთ ის რომ დაინახეთ რომ მაცხოვარს მიეგება და მიიხუტეს ორმა ადამიანმა რა თქმა უნდა ორი ადამიანი ეს არის სიმონ მართალი შეფასებაც იქვე არის მახარებლის მიერ ლუკა მართალი პირდაპირ წერია რატომ მართალი სხვა არ წერია დამსახურებები აქვს მაგრამ პირდაპირ შეფასებულია მართალი სიმონ მართალი ამას იმიტომ გეუბნებით იგივე ანა ფანუელის ასული წინა სამეთყოლი ესეც შეფასებულია როგორი 8 წლით მარხვით ლოცვით ტაძართან მსახურებდა ანუ ეს წინა სახე არქეტიპული სახეა თუ გნებავთ ხალის მსახურებისა ანუ ვერმონაზმული მსახურებისა თუ გნებავთ ეს მაშინ მოგეხსენებათ არსებობდა ეს თუნდაც ანა ფანუელის ასული ეს აი წინა სახე ესე თქვა აი ამ ხალების ესე თქვა მარტო ყოფილობის თუ გნებავთ და ღვთის მსახურების ესე ვთქვათ თავის გაღებისა ესე ვთქვათ არა მარტო ყოფილობისა და ღვთისთვის მიზღვნისა რაც შემდგომში უკვე მეოთხე საუკუნიდან უკვე ეკლესიის ისტორიაში უკვე ცნობილი არის ქალთა მონაზვნობა უკვე და იწყებს უკვე და ეს ანა არის რომ ამის წინა სახე მოდი ესე დავარქვათ არა მაგრამ იოსების შემთხვევაშიც და ანას შემთხვევაშიც ჩვენთვის მისაბაძი და ჩვენთვის გასათვალისწინებელი ის არის რომ მათ თავიანთი კეთილმსახური ცხოვრებით და მათ თავისი 8 წლით კიდევ ანას ცხოვრება წერს მახარებელი თუ მარხვით ლოცვით და საქმიანობით ხოლო სიმეონის თქვა დამსახურება არ არის ჩანს ყოველ შემთხვევაში მაგრამ შეფასება ჩანს ასეა თუ ისია ორივეს კეთილმსახური ცხოვრების შედეგი იყო რომ მათ ღმერთი იხილეს აი ეს არის თავარი მათ ღმერთი იხილეს ხორჩივე იხილეს მაგრამ ნამშულობა აქვს იხილეს ხო აქედან გამომდინარე ეს თქვენ შეგიძლია ჩვენ შეგვიძლია ყოველას ჩვენი კეთილმსახური ცხოვრებით ჩვენი ლოცვით ჩვენი მარხვით ღმერთი ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ თან ძალიან კარგად ვიხილოთ არა ღმერთს ყოველ შემთხვევაში ვიხილავთ მაგრამ კიდე გეუბნებით ის მდგომარეობა ძალიან ცუდებს და გვეტყვის რომ განვეთ ჩემგანო რა ეს სხვა მდგომარეობა და აი ღმერთის ხილვა მეგობრის ხილვა სიყვარულის სული სიყვარულის ხილვა და ასეთი ურთიერთობის ხილვა აი გულში ჩატვრა თუ გნებავთ რა უკვე ჩვენი მის მიერ ეს უკვე სხვა მდგომარეობა არის და სხვა სახწევი და ეს კიდევ ეს შეუძლებელი არ არის ეს ჩვენი მიზანი არის ჩვენ ეკლესიაში მყოფობა სწორედ ამას განაპირობებს და სხვა ჩვენ ეკლესიაში მოსულება და არა იმიტომ რომ მე მომისმინოთ მაინდა-მაინც და მე ვიდეს მოусმინოთ არამედ იმიტომ რომ განიღრთოთ იმიტომ რომ ცხონდეთ იმიტომ რომ ღმერთი იხილოთ და ასეთი უმაღლესი ურთიერთობი ანუ სადაც სიყვარულია ურთიერთობა გქონდეთ ღმერთთან აქ არის ხო დაჭრილი რეალურად აქ არის მხოლოდ მართალია ევქარისტია არის უმაღლესი ურთიერთობა შემოქმედა მაგრამ კიდევ ეს არის წამიერი ჩვენ დაცემული ბუნება ამას ყისვე აქედან რომ გახვალთ უკვე ამას უკუაგდებს და ცდილობს რომ ეს ყველაფერი ნიველირება მოახდინოს მაგრამ მე ვამბობ ამ ევქარისტიის საშუალებით რომ ჩვენ შევძლოთ საბოლოო ჯამში იმ მდგომარეობის მიღწევას უდესაც ევქარისტია საჭირო აღარ იქნება იმიტომ თლად უკვე ნამდვილად სული სისავსით ღმერთთან ურთიერთობა იქნება იმ უდროობაში იმ სხვა რეალობაში იმ არამატერიალურ რეალობაში რომელსაც ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიხილავთ გვინდა თუ ეს არ გვინდა ოღონდ ჩვენ გვინდა აი ამ გაგებით ხილვა ურთიერთობის ღმერთთან ურთიერთობის ჭრილში ცხადია მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ აი ამ ასე ვთქვათ სიმეონის შემთხვევაში, მართალი სიმეონის შემთხვევაში, რომელიც ატომღაც ჩვენს ეკლესიაში მიჩნეული არის იმ გადამწერად ახალი ძველი აღთქმის წიგნების თარგმნელად 70-ად გადამწერას თარგმნეს ებრუაგინდა
ესეა მიჩნეული, ეს დაახლოებით 300 წლის კაცი არის და არ იხილაო სიკვდილიო, მანამ არ იხილაო მაცხოვარიო, ესე არის, რა თქმა უნდა, რეალობა არის ის, რომ მართლაც ქრისტეს შობამდე ადრე ცოტა ხანამდე კიდევ ვითარგმნა წიგნები და როგორც ეკლესიის ტრადიცია, ძირითადი ტრადიცია მოიაზრებს მას, ეს არის ის ერთ-ერთი თარგმნელი და არა მაინდამაინც სეპტუაგინტას თარგმნელი 72 კაცს შორის. არამედ აი ეს პირველი საუკუნისთვის, აი ამ პერიოდში, ესე ვთქვათ, მოღვაწე ადამიანი არის. ეს უკვე ეკლესიური გარდამოცემა არის, თუმცა სახარებაში ვეწერია, რომ არ იხილავს სიკვდილს, ანუ არ იხილავს ქრისტეს, ანუ ცხებულს, ანუ ქრისტეს იგივეს, არა? და მან იხილა. ანუ ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ დავინახოთ ერთი მომენტი, პირველი, რომ ჩვენი მოღვაწეობა, თუნდაც სიმეონის მოღვაწეობით, თუნდაც ანასნაირი მოღვაწეობით და აქ არაფერი საოცარი არ არის, კიდევ მარხვით და ლოცვით მოღვაწეობდა ის ეკლესიის ტაძრის ახლოს, თუ ტაძართან ახლოს მუდმივად იყო. ანუ თქვენი მოღვაწეობის საშუალებით თქვენ შესაძლებელია რომ იხილოთ ღმერთს. ეს ერთი მომენტი არის. მეორე მომენტი არის, რომ ეს მოღვაწეობა ზოგადად ეს რა პოზიციაში იქნება ეს ადამიანები, თქო, ეს სიმონ მართალი იქნება, ანა ფადმუნსასული იქნება, თუ ღვთისმშობელი იქნებოდა რა, არ არის იავარდით მოფენილი ეს მოღვაწეობა ზოგადად. აი ჩვენ ნახულობთ აი ამ თვითონ სიმეონის სიტყვებიდან ღვთისმშობლის მდგომარეობას. ძალიან კარგად რომელსაც აუწყებს და უწინასწარმეტყველებს. რას რომ შენ სულშიც გაელის მახვილიო. ლაპარაკია იმაზე რომ მის ყოლოჩოპულიძე დაინახავს ღვთისმშობელი, ღვთისმშობელი მარიამი, როგორ გვემამეთ, როგორ მისი ვნების მომსწრე და სიკვდილის მომსწრე იქნება, რა თქმა უნდა, დედისთვის ეს ყველაზე კინეული არის და ტრაგედია არის ხადია. ანუ ზოგადად ეს მეორე, ესე ვთქვათ, სასწაებელია ჩვენთვის და გასაგებია ის, რომ ზოგადად ჩვენი მოღვაწეობა რაღაცა უნდა სათნო იყოს და სათნო არ იყოს, მით უფრო უარესი კიდე, მაგრამ ზოგადად ამ ქვეყნიური მოღვაწეობა არ არის იავარდით მოფენილი და არ არის ეს მარტო სიამოვნებით და ესე ვთქვათ, სიამოვნებაზე დაყრდნობით თუ რაღაც აი ესე ვთქვათ, კეთილდღეობაზე ორიენტირებული, არა. თუ კი ჩვენ მართლაც ავიღებთ ორიენტაციას, სწორედ რომ ჩვენ კეთილი გვიყოს რადიო სამყოფოში, მაშინაც კი ჩვენ ბევრი პრობლემა გვექნება ამ ქვეყანაზე და ბევრი ტკივილი გვექნება. თუნდაც ახლობლებისგან, თუნდაც რა მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად ტკივნეული პროცესი არის ეს გამთობისა, არაკომფორტული პროცესი არის და არ არის, როგორც თქვი, ეს ესე ვთქვათ, რაღაცა უღრუბლო ცა ჩვენს ცხოვრებაში არ იქნება ეს, მაგრამ როგორც უფალი გვაიმედებს და გვეუბნება, რომ ჩემი უღელი მსუბუქი და ტვირთი მსუბუქია და უღელი თკბილარისო, როგორც გვეუბნება მაცხოვარი ჩვენი, ეს სურვილის შემთხვევაში მაცხოვარი თვითონ ტვირთულობს ჩვენს, თვითონ იღებს ჩვენს ამ უდიდეს და უძიმეს და ურთულეს ტვირთს და გვიმსუბუქებს, როგორც ჩვენ ეს მდგომარეობა, ეს სურვილი და გამოვს თქვა, რა თქმა უნდა, ქმედებებით საკუთარ ცხოვრებაში. სწორედ მიგებება, მირქმა, მიხუტება მაცხოვრის ეს დასასწაული ჩვენ გვასწავლის აი ამ მომენტებს, რომ ესე ვთქვათ, რახან თუნდაც ღვთისმშობლის მაგალითი ავიღოთ და რახან ის შეიქმნა უდიდესი პატივისა, რომ დაუტენელი დაიტია, ეს არ იყო გარანტია მაინც მისი ადამიანური პოზიციიდან, რომ ის ვთქვათ, მისი ცხოვრება დედამიწაზე იქნებოდა უღრუბლო და მან კიდევ იმეორებ, მან ყველაზე ერთ-ერთი ძიმე ტრაგედია განიცადა თავის ცხოვრებაში, შვილის სიკვდილი. თან როგორი სიკვდილი, რაგვარი სიკვდილია რა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ამიტომ არაფერი თუ ღვთისმშობლისთვის გარანტირებული არ იყო, ხა ჩვენთვის რა გარანტია, რომელ გარანტიებზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ეს მთავარი არ არის ტკივილი ამასოფლისა. ეს არ არის მთავარი პრობლემა. ჩვენ უფალი გვეხმარება ამ ტკივილების გადალახვაში. ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში ის არის ყოვლადწლე და მოსიყვარული ღმერთი, ჩვენ დახმარება უნდა ვსთხოვოთ მას. დახმარებისთვის კიდე არის სწორედ ის ზღვარი, რა ზღვარიც ჩვენთვის მისაბაძი არის იგივე სიმეონის
მდგომარეობა და ანა ფანუელის ასოლის მდგომარეობა. ზღვარი ეს არის მორწმუნეობა და ურწმუნოება. ურწმუნებას და მორწმუნეობას შორის ზღვარი დიახ. იმიტომ რომ ჩვენ რატომღაც პარადოქსია, როცა გვიჭირს, ძალიან გვიჭირს. მაშინ აღარ გვახსოვს, მაშინ რატომღაც პრობლემების წინაშე რა აღმოჩნდებით, თითქოს ხანდახან ყველა არა ცხადია, მაგრამ გამიგია ეს უმეტესობა ესე იყო შემთხვევაში. აღმოჩნდებით ხოლმე, რომ თითქოს რაღაცა გავნაწყენდებით ხოლმე უფალზე, როგორ დამემართა ეს უფალო. ეს შეიძლება გამოთქმული ვერბალურად არ არის, არც გავლებული, მაგრამ ჩვენი პოზა ამას მეტყოლებს და ჩვენ იმის მაგალითად რომ გავაძლევოთ ლოცვა, მარხვა და ჩვენი ესეთი დამოკიდებულება ღვთის მიმართ გავაძლიეროთ, ხო? ამის მაგალითად ჩვენ პირიქით უფრო მეტად ვცდილობთ ადამიანური, მატერიალური საშუალებით რაღაცა პრობლემის მოგვარებას ხოლმე. და გავიწდება უფალი ხოლმე. საბედნიეროდ უფალს არ გავიწდება, ავიწდებით ხოლმე ჩვენ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ამიტომ მორიცო თხოვნაზე გადის, თხოვნა კიდევ რწმენაზე გადის, ეს ფაქტი არის. როგორც ვითხოვთ, ისე მოგეცემა ხოლმე. აი ეს მდგომარეობა არის. ამიტომ ამ გაგებით, აი ამ მართულებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შესასწავლ, ნებისმიერი სახარების საკითხავი ჭკუის ასწავლებელი არის და გასათვალისწინებელი არის ჩვენთვის, რომ დავინახოთ, რომ დიახ, უფალი მეფობს, მართლაც რომ მეფობს და ნებისმიერი ეს ტკივი, ნებისმიერი ეს პრობლემა, რაც ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება შეგვდეს, წარმავალი არის. და ჩვენ მხოლოდ ჩვენი ურთიერთობა შემოგვეცა, ჩვენი სიყვარული არ არის წარმავალი. ეს ის გზნობა არის, სიყვარული, რომელიც მართლაც აღხრება, რომელიც არა მარტო ამ ხილულ სამყაროში, არამედ იმ უხილავ სამყაროში შეგიძლიათ გამოიყენოთ და იმოქმედოთ ამ გზნობით. ეს ის გრძნობაა და ეს ემოცია, რომელიც ამ სამყაროშიც გამოგადგებათ და იმ სამყაროშიც გამოგადგებათ. როცა თქვენ სული სისავსით ეკნებათ საშუალება აი ამ სიყვარულის მართლაც სისავსესთან ურთიერთობისა. ამიტომ ჩვენი მთელი ცხოვრება არის ქრისტიანული ცხოვრებას გულისხმობ, არის სიყვარულის სწავლის ცხოვრება. და ვინც წარმატებული არის და ამ ცხოვრების, ამ სიყვარულის შესწავლის გზაზე, ის იხილავს ყოველთ სიყვარულს, სრულიად სიყვარულს, ღმერთს. ამ შემთხვევაში ჩვენი დასასწაული არის, რომ გებულობთ, რომ ეს საშუალება მიეცათ, მართალია ხორცშივე, მაგრამ მიეცათ, აი სვიმეონს, მართალს და ანას. ფანუელის ასულს. ეს საშუალება მიეცათ, მაგრამ გარწმუნებთ, თქვენ შეგიძლიათ მათ მდგომარეობა გაიზიაროთ, გარწმუნებთ, თუ კი სვიმეონს და ანას მიეცათ საშუალება მარტო მიხუტებისა, კაცობრიობის ხსნელისა, თქვენ საშუალება უფრო მეტი გაქვთ, თქვენ თლიანად მის ხორცს ეზიარებთ, განსხვავებით სვიმეონისგან და ანასგან. თქვენ მეტ პატივში ხართ. მაგრამ რატომღაც ის შეგრძნებები უფრო ნაკლები არის, ვიდრე სვიმეონს გააჩნდა და ანას. თქვენ უფრო მეტი და აღმატებული ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ უფრო მეტი და აღმატებული ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ეს ჰქონდა სვიმეონს და ანას. მაგრამ ჩვენი რამდენად აღმატებული ვართ სვიმეონზე და ანაზე, სხვა საკითხია. ჩვენ უფრო მეტი საშუალება გვაქვს ჩვენი პრობლემების მოგვარებისა, ჩვენი მანკიერების თუ რა ვიცი უძლურების აღმოფხვისა, ვიდრე თუნდაც სვიმეონს და ანას ჰქონდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. მათი შეფასება მახარებელს მოყვანილი აქვს. ერთზე ამოსვლის არის მართალი კაცი, მეორეზე ამოსვლის არის წინასწარმეტყველი ხალი. მერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ და მერთმა მოგმაგოთ სწორედ თქვენი არჩევანის საშუალებით, ცხადია, სწორი არჩევანის საშუალებით. ის უმაღლესი მდგომარეობა, რაც არის სწორედ სიყვარულით ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანთან. მერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ და მრავალს დაგასროთ. ამინ.